ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. მისი დედის მარიამის იოსებზე დანიშნვის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, იგი აღმოჩნდა სულიწმიდისაგან დაორსულებული. ხოლო იოსები მისი ქმარი, მართალი იყო და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსე, ძეო დავითისა, ნუ გაშინებ შენი ცოლის მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული სულიწმინდისგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არის ღამერთი. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა და მიიღო თავისი ცოლი. არ გაჰკარებია მას ვიდრე არაშვა თავისი ძე და დაარქვა მას იესო.